მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. ვიდეოს დაწყებამდე თხოვნა გამოიწეროთ არხი. ამ წამს 59000-ზე ვართ და ძალიან მალე 60000-ის ნიშნულს მივწვდებით. ასევე მოიწონე ვიდეო კომფორტულად მოკალათდი და ახლა შეგვიძლია დავიწყოთ. ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა მაჩის წინა პრესკონფერენცია გამართა. მწვანეებს მომდევნო შეხვედრა გრენობლის წინააღმდეგელით და არის შანსი ზურიკო დავითაშვილმა ეს დაპირისპირება გამოტოვოს. ნახოთ რა კომენტარი გააკეთა მთავარმა მწვრთნელმა. დენის აპია და ებენეზერ ანანი მომდევნო 4 კვირის განმავლობაში ვერ დაგვეხმარებიან. აიმენ მოეფექს ვაკვირდებით. ამ კვირაში მას ნორმალურად არ უვარჯიშია და მისი თამაშის შანსი 50-50-ზეა. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ყველა კარგადაა ზურიკო დავითაშვილის გარდა. ის დღეს ავად გახდა და ვნახოთ რა მოხდება. ფრანგული გამოცემების ინფორმაციით დავითაშვილის საკითხი მაჩის დღეს გადაწყდა. ჰორნელანდს არ დაუკონკრეტებია ქართველ ფეხბურთელს რა პრობლემები აქვს. სენტ-ეტიენისა და გრენობლის თამაში 30 აგვისტოს თბილისის დროით 10 საათზე დაიწყება. ცნობისთვის ბოლო პერიოდში დავითაშვილს ბეშიქტაშს აქტიურად უკავშირებენ. იწერება, რომ თურქული კლუბი ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და მოლაპარაკებებს სენტ-ეტიენთან აწარმოებს. ლიონის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის ინტერესის ობიექტია. გუშინ ფუტმერკატომ დაწერა, რომ ყვითელი წყალქვეშა ნავი თავდამსხმელს ეძებს და მიქაუტაძის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს. უფრო მეტიც, კლუბი მზად არის მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. ფრანგული გამოცემის ინფორმაციას ესპანური მედია გამოეხმაურა. ასერმა დაადასტურა, რომ ვილიარეალს მიქაუტაძის გადაბირება ნამდვილად სურს, თუმცა დაამატა, რომ გარიგების ფინანსური მხარის დახურვა მარტივი არ იქნება. ნახოთ რას წერს კარდენას ერი. ფინანსური თვალსაზრისი ტრანსფერის დასრულება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მართალია, ვილიარეალი 15 მილიონიან შეთავაზებას განიხილავს, მაგრამ ლიონმა საკუთარი პოზიცია მკაფიო დააფიქსირა. ფრანგული კლუბი მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც დამატებით 5 მილიონიანი ბონუსი უნდა დაერთოს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გრძელდება, აღნიშნავს გამოცემა. ამ ყველაფერს ფრანგული გამოცემა ფუტმერკატოც გამოეხმაურა. ჩვენი ინფორმაციით ლიონის მენეჯმენტის მაგიდაზე ძალიან მალე ოფიციალური წინადადება უნდა გამოჩნდეს. ვილიარეალი სერიოზულად არის დაინტერესებული მიქაუტაძის პროფილით და 30 მილიონი ევროს შეთავაზებას ამზადებს. ყვითელ წყალქვეშა ნავს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უკვე გამოაკლდა, მათ შორის ალექს ბაენა და თავდამსხმელი იერ ნობარი. იერემი პინოკი კრისტალ პალასში დაახლოებით 50 მილიონ ევროდ გადადის. ეს კლუბ საკმაოდ ფინანსურ რესურსს უტოვებს, რომ შემადგენლობა სერიოზულად გააძლიეროს. თავად ფეხბურთელიც არ არის გულგრილი ლა ლიგის კლუბის ინტერესის მიმართ. მით უმეტეს, რომ ვილიარეალი ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რაც შეეხება ლიონს, კლუბი მტკიცე პოზიციას იკავებს და თავის ლიდერს სიოლად არ დათმობს. 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ, რომელმაც ლიგა 1 სტარტზე 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ფრანგები დიდ თანხას მოითხოვენ. ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ ყოფილა, თუმცა ეს დიდი ხნით არ გაგრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, ბრძოლაში ბრენტფორდიც ჩაერთო. სატრანსფერო ფანჯრის ფინიშისთვის ლიონს ცხელი დღეები ელოდება. გუშინ საღამოს ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის ლიგის ფაზის წილის ყრა გაიმართა. ტურნირი 16 სექტემბერს დაიწყება. ყველაზე მეტად გვაინტერესებს თუ რომელი მეტოქეები შეხვდათ ქართველ ლეგიონერებს. ქუჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილს, გიორგი ქოჩორაშვილს, გიორგი ზარიასა და ლუკა გარდანს. PSG-ს მეტოქეები არიან ბაიერნი, ბარსელონა, ატლანტა, ლევერკუზენი, ტოტენჰემი, სპორტინგი, ნიუკასლი და ბილბაო. ლივერპულის მეტოქეები არიან რეალი, ინტერი, ატლეტიკო, აინტრახტი, PSV, მარსელი, ყარაბახი და გალათასარაი. სპორტინგის მეტოქეები, რომელშიც თამაშობს გიორგი ქოჩორაშვილი, PSG, ბაიერნი, იუვენტუსი, ბრიუგე, ნაპოლი, მარსელი, ბილბაო და კაირატი. ხოლო კაირატი, სადაც ასევე 2 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, დაუპირისპირდება მადრიდის რეალს, ინტერს, ბრიუგეს, არსენალს, ოლიმპიაკოს, სპორტინგს, ფოს და კოპენჰაგენს. ამრიგად ლიგის ახალ სეზონში ქართველების დაპირისპირებასაც ვიხილავთ. კვარაცხელია ქოჩორაშვილის წინააღმდეგ, ქოჩორაშვილი ზარიასა და გარდანის წინააღმდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან საინტერესო სეზონი გველოდება. პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კლუბის ოფიციალურ გვერდს სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა. ინტერთან გამარჯვება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სტადიონზე მოხდა.
ეს იყო მატჩი, რომელზეც ყველა ოცნებობს. ჩემ ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ 105%-ით მზად ყოფილიყვნენ, მაგრამ არა 120-ით, რადგან ასეთი მატჩები შეიძლება ზედმეტად დამანგრეველი აღმოჩნდეს. იმ ფინალში ყველაფერი კარგად წავიდა. მიხარია, რომ ერთი კარგი თვისება გვაქვს. მოვიგებთ თუ წავაგებთ, ჩვენ ყოველთვის ერთნაირად ვთამაშობთ. გოლებს ვიტანთ, მაგრამ დავხვეწეთ ჩვენი დაცვითი მენტალიტეტი დაწყებული შეტევის ხაზიდან. და ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მთავარი განსხვავება სხვა ძლიერ მეტოქეებთან შედარებით. წინ წასული თავდამსხმელი ის მოთამაშეა, რომელიც უშუალოდ ლიდერობს პრესინგის დროს. ინტერის წინააღმდეგ სანამ 4-0 არ გახდა ვერ მოვეშვი. ეს არის განსაკუთრებული მატჩი, სადაც დაძაბულობამ შეიძლება დაგთრგუნოს. ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელები ამ დაძაბულობას და წნეხს საოცრად გავუმკლავდნენ. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტი, გვინდა როგორც გუნდმა განვითარება გავაგრძელოთ. ჩვენს გულშემატკივრებს სიამაყე ვაგრძნობინოთ და ეს მომენტი კვლავ გავიმეოროთ. ჩვენი მთავარი მიზანი უპირველეს ყოვლისა არის გუნდის გაუმჯობესება, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიპოვოთ თამაშის ფაზები, რომლებიც დასახვეწია. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ წელს ყველაფრის მოგება ისევ შეგვიძლია. სწორედ ეს გვაძლევს განსაკუთრებულ мотивაციას. ასეთი კომენტარები გააკეთა ლუის ენრიკემ ახალ სეზონთან დაკავშირებით. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. რეალურია თუ არა, რომ პარი სენ-ჟერმენმა კვლავ ყველაფერი მოიგოს. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააჭირე ლაიქის ღილაკს და გამოიწერე არხი. მე კი მალე დაგიბრუნდებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა წარმატებები.